ერთხელ ერთ ქვეყანაში დაიბადა კომპოზიტორი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაბრმავდა და საკუთარ ნაწარმოებებს კარნახით წერდა. უდიდესი ჰუმანისტი კომპოზიტორი ასე იცნობენ იოჰან სებასტიან ბახს. ის 1695 წელს გერმანიის ქალაქ ეიზენახში დაიბადა. პირველი მუსიკალური გაკვეთილები მას მამამ ჩაუტარა, რომელიც მევიოლინე იყო. სამწუხაროდ ბახი 9 წლისა დაობლდა და მისი აღზრდა უფროსმა ძმამ ქრისტოფმა იტვირთა. მაგრამ ქრისტოფი არც თუ ისე კარგი კომპოზიტორი გამოდგა და მისი ჩატარებული გაკვეთილები ერთფეროვანი იყო. ამან კი იოჰანს თვით განვითარებისაკენ სწრაფვა უფრო გაუღვივა. ის 15 წლის ასაკში დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. უკრავდა ვიოლინოზე, ორღანზე, კლავესინზე, მუშაობდა კაპელმაისტერად. ბახი სწავლობდა არა მარტო გერმანელ, არამედ იტალიელ, ფრანგ და სხვა კომპოზიტორთა შემოქმედებას. მალევე ბახი გადასახლდა ვაიმარში, სასახლის კარის მუსიკოსად და ქალაქის ორღანისტად. აქ მან დაწერა მის შემოქმედებაში საუკეთესო საორღანო ნაწარმოებები, ფუგა, რე მინორი და სხვა. ეს ნაწარმოებები გამორჩეულია ოსტატობის სრულყოფით. ბახს ყავდა მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ოჯახი. მის მეუღლეს, ანა მაგდალინა ბახს საუცხოო საოპერო ხმა ჰქონდა, ასევე მის ქალიშვილსაც. ვაჟებიც გამოირჩეოდნენ მუსიკაში განსაკუთრებული ნიჭით. ცნობილია, რომ ბახი ოჯახისთვის წერდა ანსამბლებს. ცოტა ხნის შემდეგ ის ოჯახთან ერთად გადასახლდა ქალაქ კეტენში. ბახი მიწვეული იყო კეტენის პრინცის სასახლეში, სადაც ხელმძღვანელობდა პატარა ორკესტრს. ის ამ დროს წერს საორკესტრო ნაწარმოებებს. 1728 წლიდან ბახი ლაიფციგში ცხოვრობს. ის მუშაობას იწყებს წმინდა თომას საეკლესიო სკოლაში გუნდის ხელმძღვანელად. ამ პერიოდში მისი შემოქმედება თითქოს განსაზღვრულ ჩარჩოებში მოექცა. მას უნდა დაეწერა მხოლოდ ისეთი მუსიკა, რომელიც ღვთისმსახურებაში გამოადგებოდა. მიუხედავად ამისა, ლაიფციგში ცხოვრების დროს ის წერს სი მინორს, რომელიც გასცდა საეკლესიო ჩარჩოებს და საკონცერტო ხასიათი მიიღო. ცნობილია, რომ ბახს იცნობენ როგორც გამოჩენილ ვირტუოზს ორღანზე დაკვრაში. ერთხელ ის ქალაქ დრეზდენში მიუწვევიათ ფრანგ ორღანისტ ლუი მარშალთან შესაჯიბრებლად. როდესაც მარშანი შეჯიბრის წინა დღეს შეხვდა ბახს და მოусმინა მას, მარშანმა იმავე დღეს დატოვა ქალაქი და უარი თქვა შეჯიბრებაზე. მისი ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია მათესა და იოანეს პასიონები, სადაც ასახულია ქრისტეს ტანჯვანი, 24 პრელუდია და სხვა. იოჰან სებასტიან ბახმა თავის შემოქმედებაში განასახიერა უბრალო ადამიანის მდიდარი სულიერი სამყარო. ის 1750 წელს ლაიფციგში გარდაიცვალა. ბახი მალევე მიეცა დავიწყებას. მისი საფლავიც კი დაიკარგა ეკლესიის ეზოს რეკონსტრუქციის დროს. მისი კომპოზიტორად აღიარება მხოლოდ 100 წლის შემდეგ მოხდა, გერმანელი კომპოზიტორის მენდელსონის თაოსნობით.